გამარჯობა, მე გიორგი ვარ. ეს კი თუ ტესტის არხია. დღეს განხილვაში გვეყოლება Morbidel 502X. სამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. რაც შეეხება ბრენდს, ვინ არიან? Morbidel გახლავთ იტალიური ბრენდი, რომელიც დაარსდა 1959 წელს, რამოდენიმე წელში კი თავისი კონცეფცია შეცვალეს და გადავიდნენ რეისინგ მოტოციკლეტების წარმოებაზე. 1970 წელს MotoGP-ში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდნენ, მოიგეს რამოდენიმე მსოფლიო ჩემპიონატი MotoGP-ში 125 და 250 კუბატურაში. 1980 წელს კი საერთოდ გაქრნენ მსოფლიო ბაზრიდან, 2024 წელს კი დაბრუნდნენ ისევ განახლებული მოტოციკლეტებით, განახლებული ასორტიმენტით. ახლა Morbidel ეკუთვნის იტალიურ ჩინურ ჯგუფს, რომელიც არის Kiwei და QG, გაერთიანებული ერთად. ახლა კი მინდა დღეს წარმოგიდგინოთ Morbidel-ის 2025 წლის T502X Adventure. როგორც ხედავთ, ბრენდები ცდილობენ, რომ უკვე არა თვითონ თავისი კონცეფციით შექმნან რაიმე, არამედ უკვე მომხმარებლებს მოერგონ. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ბრენდი გადავიდა საშუალო კუბატურის Adventure მოტოციკლეტებზე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა საშუალო კუბატურაზეა ახლა მსოფლიოში და მით უმეტეს Adventure-ებზე. Morbidel-ის არ ჩამორჩა ამ ყველაფერს და გამოუშვა აი ეს მოდელი 502X. მოდი ვისაუბროთ ტექნიკურ მონაცემებზე ამ მოტოციკლის. შემდეგ გადავიდეთ უკვე რა მომწონს ამ მოტოციკლში და რა არ მომწონს. ასევე ტესტ-დრაივი გავაკეთოთ. დავიწყოთ ძრავით. ძრავი გახლავთ პარალელურად განლაგებული 2 ცილინდრიანი 489 კუბიანი სითხით გაგრილებადი, რომელიც გამოიმუშავებს 47 ცხენისძალასა და 45 ნიუტონ-მეტრს. სიმძლავრე საკმარისია, განვავითაროთ 170 კმ/სთ სიჩქარე. გადაცემათა კოლოფს რაც შეეხება, გადაცემათა კოლოფი გახლავთ 6 საფეხურიანი სლიპერ კალაჩი, ანუ უფრო რბილად რთავს სიჩქარიდან, ერთი სიჩქარიდან მეორე სიჩქარეში, რაც ძალიან კარგია და თანამედროვე მოტოციკლეტებს, მით უმეტეს რომლებიც არის მსგავსი ბრენდები, ანუ ჩინეთიდან წამოსული, ყველას უკვე სლიპერ კალაჩი უყენია, აქედან გამომდინარე ძალიან კარგი გადაცემათა კოლოფია ყველა მოტოციკლეტს. არ მაზავს სიჩქარეს, რაც მთავარია, ნეიტრალსაც იდეალურად პოულობთ. ეგ არის მოტოციკლეტების ყველაზე დიდი ტანჯვა, რომ ნეიტრალი ვერასდროს ვერ უნდა იპოვო, მაგრამ ეს სლიპერ კალაჩი გეხმარება მაგაში, რომ ნებისმიერი სიჩქარე მარტივად მოიძიო, ასე ვთქვათ. გადავიდეთ წონაზე. წონა გახლავთ ამ მოტოციკლეტის მშრალი 210 კილოგრამი. ესე ბევრად ჟღერს, მაგრამ სიმძიმის ცენტრი ამ მოტოციკლეტს იდეალურად აქვს დაბალანსებული, მაქსიმალურად დაბლაა ჩატანილი, აქედან გამომდინარე საერთოდ არ იგრძნობა ეს წონა. მსგავსი მოტოციკლეტები რისთვის არის განკუთვნილი? განკუთვნილია, რომ შორგზაზე წავიდეთ, მოვინახულოთ სხვადასხვა ადგილები, გადავიდეთ უგზოობაზე, ამისთვის კი საჭიროა, რომ საწვავის აუზი გქონდეს დიდი. ამ მოტოციკლეტს აქვს 18 ლიტრიანი აუზი, 100 კილომეტრზე მოიხმარს 4,1 litrს და როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, რეინჯი გვექნება 410 კილომეტრი. ანუ 410 კილომეტრი შეგვიძლია გაუჩერებლად გავიაროთ, რაც ჩემი აზრით სრულიად საკმარისია მსგავსი მოტოციკლეტისთვის. და რა თქმა უნდა, შეფრქვევის სისტემა გახლავთ Bosch-ის ინჟექტორი, რაც ამეთანხმებით, რომ ძალიან კარგია. ძველი კარბურატორებისგან განსხვავებით, მაგრამ ყველა თანამედროვე მოტოციკლეტი უკვე ინჟექტორია. ამას უკვე შევეჩვიეთ, ძალიან კარგია, კარბურატორს ბევრად ჯობია, ვინმეს თუ გონია, რომ კარბურატორი ინჟექტორს ჯობია რაიმეთი, ძალიან ცდება. არაფრით არასდროს არ ჯობია კარბურატორი ინჟექტორს. ამაზე იმედია ვთანხმდებით. რაც შეეხება მოხრუჭებს, წინ არის განთავსებული 2 სამოხრუჭე დისკი, უკან 1, წინ გახლავთ 2 ცალი, 320 მმ-იანი სამოხრუჭე დისკი, უკან 240 მმ-იანი. გაჩერებაში კი გვეხმარება ჯიჯუან სუპორტები, ანუ სამოხრუჭე სისტემა მიბმულია Bosch-ის ABS-ზე, რაც საკმაოდ კარგი, მყარი და აგრესიული
მართვისასაც კი გვეხმარება, რომ იდეალურად გაჩერდეს მოტოციკლეტი. მუხრუჭები ძალიან მომეწონა, მინდა ვთქვა, ეხლავე გეუბნებით, რომ მუხრუჭები ძალიან მომეწონა. რაც შეეხება დაკიდების სისტემას, წინ გახლავთ ამობრუნებული ჩანგლები 43 მმ-იანი, უკან კი 180 მმ-იანი. საკმაოდ რბილია სხვათა შორის. რეგულირება არ გვაქვს, მაგრამ კარგად არის უკვე დაბალანსებული წინაც და უკანაც დაკიდების სისტემა. რაც უგზოობაზეც და გზაზეც საკმაოდ კარგად დგას. არ ქანაობს და არც მყარია. ასევე მინდა აღნიშნო, რომ უკან აქვს 17-იანი დისკი სპიცებით, წინ 19-იანი ასევე სპიცებით, პლუს უკამერო, აყენია პირელის რალი STR საბურავები, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგია, როცა ახალ მოტოციკლს ყიდულობთ და ასეთი მაგარი საბურავები მოყვება, მე ძალიან მომწონს ეს ფაქტი. სამუხრუჭე სისტემას, დაკიდების სისტემას და საბურავებს უკვე შევეხეთ. ახლა გადავიდეთ თვითონ მოტოციკლეტზე და ვიზუალზე. წინ და უკან გახლავთ LED განათება, წინ გვაქვს ორი ლინზა, აგრესიული ორი ლინზა, დამეთანხმებით, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება წინა ცხვირი ამ მოტოციკლეტის, როგორც უკანა. ვიზუალურად რო შეხედავ, ბევრად დიდ მოტოციკლს გავს, ვიდრე არის, 500-იანია მაინც, მაგრამ ბევრად დიდ მოტოციკლს გავს. წინ გახლავთ მექანიკური ვინშილდი, ხელით შეგვიძლია ავწიოთ, ჩამოვწიოთ. საჭეზე გვაქვს ეს ქარისგან დამცავები სხვათა შორის მეტალის, რაც ძალიან კარგია, მომეწონა, პლასმასი არ აყენია და უხარისხო არ არის, საკმაოდ მყარად დგას. გვერდებზე გვაქვს დამცავი დუგები, სლაიდერები, ესაც კარგია ქარხნულად რომ მოყვება. ეს ძალიან დიდი პლუსია უგზოობაზე, როცა გადავალთ და თუ მოგვიწევს, რომ მოტოციკლეტი დავაგდოთ, არ დაზიანდება პლასმასები. ქვემოთაც აქვს დამცავი მეტალის, ქვედა ძრავის ძირი რო არ გავაფუჭოთ უგზოობაზე, ესაც ძალიან დიდი პლუსია, მაგრამ ყველაზე დიდი პლუსი ამ მოტოციკლეტის ის არის, რომ გვაქვს მთავარი სადგამი. ანუ ძალიან დიდი კომფორტია ეს მოტოციკლეტებში, ვინც არიცით და ვინც ვერ ერკვევით. იმიტომ რომ სადმე გაჩერება როცა გვინდა უგზოობაზე მაგალითად და მიწაში იფლოვა მოტოციკლეტი გვერდზე, საიცნენდი რაც არის. ამით შეგვიძლია ჩვეულებრივად გავაჩეროთ. ასევე სერვისისთვის საბურავის მოხსნა გვინდა, ცეპის შეპოხვა გვინდა, ძალიან კომფორტული რაღაცაა და ბევრ მოტოციკლეტს სხვათა შორის გინდას ესეთი კლასის არ მოყვება. ამ კლასში უნდა კონდეს ესეთი რაღაცა, მაგრამ ბევრს არ მოყვება ქარხნულად, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი პლუსია. ახლა გადავიდეთ უკვე დისპლეიზე. დისპლეი გახლავთ 7-ინჩიანი TFT ეკრანი, სადაც გამოტანილია ყველანაირი მოტოციკლეტის ინფორმაცია. ასევე შეგვიძლია დავამატოთ თავის აპლიკაციაში ეს მოტოციკლეტი, გავხსნათ რუკები და სხვადასხვა ინფორმაცია ვნახოთ ამ მოტოციკლეტზე. აქვს GPS-ი, რაც ძალიან კარგია. აქვს SOS ღილაკი, აი ეს ღილაკი, კადრში ხედავთ. SOS ღილაკი რისთვის არის? SOS ღილაკი არის რაიმე ინციდენტი თუ მოგვივა სადმე და მარტო ვართ და ზედ გვაგდია ეს მოტოციკლეტი და ვეღარ ვდგებით, დავაჭერთ ამ ღილაკს და ავტომატურად GPS-ის მონაცემები გაიგზავნება, სადაც საჭიროა. მოვლენ და დაგეხმარებიან აუცილებლად. რაც შეეხება ჯდომას და სავარძლებს, სავარძლები ძალიან კომფორტულია, არანაირად არ შეუწუხები ვარ. ჯდომის პოზიცია გახლავთ 830 მმ-იანი. ახლა გაჩვენებთ უკვე 1.80 ადამიანი როგორ გამოიყურება 830 მმ-იან სიმაღლეზე, აი ასე ვზივარ. ყარად მიჭირავს სხვათა შორის ფეხები, თითის წვერებზე ვდგავარ, მაგრამ შემიძლია ჩვეულებრივად დავიჭირო მოტოციკლეტი. აქ USB და Type-C მქონია, ძალიან კარგია ეგ. პულტებს რაც შეეხება, პულტებზე არის განთავსებული მენიუს ნავიგაციის ღილაკები, მოხუვის მაჩვენებლები, სიგნალი, ავარიული, შორი და ახლო განათების ჩასართავ-გამოსართავი, kill switch-ი, როგორც აღნიშნე, SOS ღილაკი, ფარების ჩართვა, გამორთვა და დაქოქვის ღილაკი. მატერიალებს რო ვეხები ხელით, ძალიან პრემიუმ მატერიალების შთაბეჭდილებას ტოვებს, არაფერი არ მოძრაობს, არაფერი არ ჭრიჭინებს. არაფერი არ ჭრიჭინებს საერთოდ. აი ესე გამოიყურება. ჩვენი Morbidelli T502X. ასევე, აი ესაც მინდა აღნიშნო, რომ შეგვიძლია კოფრი დავამაგროთ, რაც ძალიან კარგია.
მომწონს. ეხლა ხმას მოგასმენინებთ უბრალოდ ამ მოტოციკლეტის. სხვათა შორის ძალიან საინტერესო და კარგი ხმა აქვს. რაღაცნაირი ხმა აქვს, თავისებური ხმა აქვს. ახლა უკვე გეტყვით რა არ მომეწონა ამ მოტოციკლეტში. არ მომეწონა აი ეს ვინშილდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე ხელით რო ამოძრავებ, არ მოძრაობს და შიგნიდან რაღაცა მოძრაობის დროს საკმაოდ ზუზუნებს და მე ვფიქრობ, აი ამ ადგილას ქვემოთ სარეგულიროც რაც აქვს, ეგ იქნება დასარეგულირებელი. ნუ ჩემი აზრი ესეთია. ეგ არ მომეწონა. სარკეები რო გითხრათ მომეწონათ, ვიზუალურად არ მომწონს, შევცვლიდი, მაგრამ მაღალ სიჩქარეზე, ნუ დაახლოებით 80-100-ით რომ მიდიხართ, იდეალურად ჩანს უკან ყველაფერი, არანაირი ვიბრაცია არ გადმოაქვს მოტოციკლეტს თქვენზე. ეს ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ როცა შორ გზაზე მივდივართ და რაღაცა ვიბრირებს უაზროდ, საკმაოდ გვიღლის სხეულსაც, ნუ გაჩერებისასაც ჩვენც ვიბრირებთ. მოკლედ ვიბრაციები არ აქვს ამ მოტოციკლეტს, რაც ძალიან კარგია. მოტოციკლეტის შეძენა შეძლებთ როგორც ბაიკლენდში, ასევე მოტოლენდში. ორივე მაღაზიაში შეგიძლიათ მიხვიდეთ და იხილოთ თქვენი თვალით, როგორი მაგარი მოტოციკლეტია. ფასს რაც შეეხება ამ მოტოციკლეტის ფასი გახლავთ 16500 ლარი, რაც ძალიან მისაღებია ჩემი აზრით ესეთი მოტოციკლეტისთვის, რომელსაც აქვს 2 წლიანი გარანტია, 24000 კილომეტრი, მსგავსი სპეციფიკაციები, ვიზუალი, ძალიან კარგია ჩემი აზრით. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ბაიკლენდს, მოტოლენდს და მოპედეპოს, რო გვერდში მიდგას ამ პროექტის გაკეთებაში, რომ ნებისმიერი მოტოციკლეტი, რომელიც საქართველოს შემოდის და ჯერ არავინ არ იცის, მაძლევენ, რომ განვიხილო, ვატარო და შევიგრძნო ის ემოციები, რასაც ეს მოტოციკლეტები გვთავაზობს. მე ძალიან ბედნიერი ვარ სხვათა შორის ამითი. რაც შეეხება, ახლა კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, რო არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები. ასევე გამოჩნდა ახალი კომპანია, რომელიც გვერდში გვიდგას და თქვენც აუცილებლად გამოგადგებათ. არ დაგაჭიროთ ღმერთმა, მაგრამ გამოგადგებათ, დამიჯერეთ, აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ ნომერი. ეს არის მოტოევაკუატორი. თუ სადმე დაგჭირდათ წაყვანა, წამოყვანა, სადმე გაგიფუჭდათ მოტოციკლეტი და სერვისში გინდათ წაყვანათ, აუცილებლად დაგეხმარებიათ, აქ იხილავთ ნომერს. მეც არაერთხელ დამჭირდა სხვათა შორის. ნუ არ გამფუჭებია მოტოციკლეტი, მაგრამ გასაფორმებლად წაყვანა წამოყვანაზე საკმაოდ კომფორტული სერვისი აქვთ. მოდი ახლა გადავიდეთ უკვე რაიდზე. როგორი შეგრძნებები აქვს და როგორი ვიზუალი აქვს, როდესაც თქვენ ზიხართ და მიდიხართ ავტობანზე. ამას გაჩვენებთ. წავედით.